გუშინ საღამოს თბილისში გაიმართა ღიაკარის დღე, ღონისძიება პატარა ნაბიჯები დიდი მომავალი, Little Steps, Big Future. ამ შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოში პირველი ოფიციალური მონტესორის ბაღი. საბავშვო ბაღზეა საუბარი, რომელიც ქართულ პარტნიორებთან ერთად მონტესორის ფონდის პრეზიდენტი, მონტესორის საერთაშორისო საბჭოს დამფუძნებელი ტიმ სელდინი გაუძღა. ჩემგან განსხვავებით, რადგან გუშინ ჯანდაცვის სტანდარტის ძალიან საინტერესო გადაცემას ვამზადებთ თქვენთვის, პრეზენტაციას დაესწრო BMG-ს გადამღები ჯგუფი, ლიკა მეგუთნიშვილი ეზიარა მონტესორის მეთოდს და გაარკვია იმ უპირატესობებზე, რომლითაც მონტესორის პრინციპები გვეხმარება რა შევქმნათ გარემო, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ბუნებრივ განვითარებას. მე-19 საუკუნის მიწურულს იტალიაში იწყება ისტორია ქალის, რომელმაც ბავშვების ბუნებრივი უნარის ამოხსნას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. უნიკალური ხედვითა და სამყაროს სრულიად ახლებური გააზრებით, მარია მონტესორმა ბავშვების სწავლების მეთოდი კარდინალურად შეცვალა. მისი ფილოსოფია სრულად და ბოლომდე პატარების თავისუფლებაზე, თვითშემეცნებასა და ინდივიდუალურ განვითარებაზე იყო ორიენტირებული. მონტესორის მიზანი მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, ისეთი ადამიანის ჩამოყალიბება იყო, რომელიც დამოუკიდებელია გადაწყვეტილებებში და სრულად საკუთარ თავზე იღებს მათგან მომდინარე პასუხისმგებლობას. მონტესორის სწავლების მეთოდი დროთა განმავლობაში მთელმა მსოფლიომ აიტაცა. უპირველესად როგორც ღირებულებაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ბავშვს საკუთარი მომავლის შექმნას ასწავლის. იტალიელი პედაგოგის სწავლების მეთოდი ნელ-ნელა ვრცელდებოდა და ინერგებოდა საქართველოშიც. თუმცა ახლა ამ ისტორიაში სრულიად ახალი თავი იწერება. ქვეყანაში პირველი საერთაშორისო ოფიციალური მონტესორის ბაღი, მონტესორი უნივერსი იხსნება. მისი თანდევის სიკეთეების სრულად გასაცნობად ბაღის მესვეურებმა ღიაკარის დღე გამართეს, რომელმაც მონტესორის ასოციაციის პრეზიდენტის საჯარო ლექციაც დაფარა. მან საზოგადოებას იმ პატარა ნაბიჯებზე მოუთხრა, რომელიც დიდი მომავლისკენ იდგმება. მონტესორის მეთოდი არა მხოლოდ სწავლების ერთი კონკრეტული ხერხია, არამედ ეს არის უდიდესი იდეა, რომელიც სამეცნიერო კვლევას ეფუძნება. ის ასწავლის ბავშვს თუ როგორ იფიქროს, განვითარდეს და პრობლემები გადაჭრას და ამოუკიდებლად, ასევე უყალიბებს შრომის კულტურას და უღვივებს სწავლის სურვილს. არა მხოლოდ იმისთვის, რომ კონკრეტული ნიშანი ან დიპლომი მიიღოს, არამედ იმიტომ, რომ სიამოვნებდეს საკუთარ თავში ძალისა და ახალი უნარების აღმოჩენა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის მეთოდი, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს საუკეთესო ადამიანები გახდნენ. საქართველოში მონტესორის პირველი საერთაშორისო ბაღის დაფუძნების საწყისი ნაბიჯი იმ გამოწვევების გააზრება იყო, რაც ქვეყნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მყარად ფესვგადგმულია. მერე იყო ბევრი კვლევა, ძიება, საერთაშორისო სტანდარტების ადგილობრივ ბაზართან ადაპტაცია და ბოლოს კულმინაცია. პოვნა და დანერგვა იმ მეთოდის, რომლის მიხედვით აღზრდა სამყაროს გენიოსები აჩუქა. ტვინი ბავშვის ვითარდება ყველაზე მეტად 3-დან 6 წლის, 3-დან 7 წლის ასაკში და სწორედ მაგ დროს ამ მეთოდოლოგიით ჩართვა არის ძალიან მიზანშეწონილი და ეს ასე ვთქვათ დამტკიცებულია უკვე ამ მეთოდოლოგიის ასე ვთქვათ ამ მეთოდოლოგიით ნასწავლი არიან ისეთი ხალხი როგორც არის ჯეფ ბეზოსი, მარკ ზუკერბერგი, პრინსი უილიამი და ჰარი, გაბრიელ გარსია მარკესი და ათასობით ცნობილი ადამიანი. მხოლოდ საქართველოში კი არა, რეგიონში პირველი მონტესორის ბაღის მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და სკოლამდელ აღსაზრდელებს კარს სექტემბრიდან გაუღებს. სრული სამშენებლო ციკლი, ისევე როგორც მასწავლებელთა ტრენინგი და გადამზადება ამერიკისგან შეძენილი ფრანჩაიზის ქვეშ ხორციელდება. თავარი კონკურენტული უპირატესობა, რითიც განსხვავდება ბავშვებისგან, ეს არის თვითონ მონტესორის მეთოდოლოგია, რომელიც თავარი ფუძე ამ მეთოდოლოგიის არის ის, რომ ბავშვს იძულებით არ ვასწავლეთ. ბავშვს აქვს თავისი ინდივიდუალური ტემპი სწავლის და ბავშვს არ აქვს დედლაინები ჩვენი უფროსებისგან განსხვავებით და ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ყველაზე მაღალი დონის ინფრასტრუქტურა, რაც შეიძლება საქართველოში არსებობდეს სკოლამდელ აღზრდის კუთხით, ასე ვთქვათ, ამერიკელებთან ერთად მთლიანად დაგეგმარებული, ყველაზე მაღალი უსაფრთხოების სტანდარტით და ასე შემდეგ. საქართველოში პირველი საერთაშორისო მონტესორის ბაღისთვის დედაქალაქი პირველი, თუმცა არა ერთადერთი მიმართულება. ამბიციური გეგმები, ფილიალების გეომეტრიული პროგრესიით ზრდასა და რეგიონების დაფარვასაც უყურებს. საჭიროებაც ამას მოითხოვს. მარტო ბიზნესის განვითარების კი არა, იმ ქვეყნის, რომელსაც ახლა, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ახალი საქართველოს მაშენებლები.